ჩვენ გვინდა რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ბატონ ზვია ცეცხლაძეს და თან მისი შვილი ზვიადი შიმშილობა აქვს დაწყებული და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ჩემი შვილიც შიმშილობდა და ვიცი რაც არის ეს შიმშილობა. ზვიადისაც მოუწოდებთ რომ მამაც ინერვიულებს დედაც და შეწყვიტოს ეს შიმშილობა. აქამდე გვეგონა რომ ხელშეუხებლები იქნებოდნენ, რადგან ისედაც ამ ხელას იმწარი ანახეს ადამიანებს და ეს უკვე მეტისმეტია რაც ხდება. მართლა არ ვიცი ამ თემაზე რა ვთქვა, მაგრამ მინდა რომ ზურას ხნეობა უსურვო, თუ ახლა ამას ხედავს. უზომოდ მიყვარს, იცის რომ მამა არ მყავს და ჩემთვის მართლა ყველაფერს აკეთებდა. როდესაც მივდიოდით, გაზეთებს ვარიგებდით, ჩემს ყოველთვის ძალიან ზრუნავდა. ზვიად მოგმართავთ აქედან, რომ ჩვენ ბატონ ზურას არ დავტოვებთ უყურადღებოთ, მას უჭერთ მხარს. შეიძლება ხვალ ჩვენთაგანიც მოხვდეს ციხეში, ამიტომ იყავი მხნეთ. ასევე ბატონ ზურამ დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა, როდესაც ახალგაზრდები გადავიდა და მათ გვერდით დადგა, რა თქმა უნდა, როდესაც შენი შვილი ციხეშია, ბერი იქნები გულგრილი. უპრეცედენტო არის, რომ საქართველოში სინდისის პატიმრის მამა მშობელი დაატყვევეს. რეჟიმმა თავისი ბინძური ხელები მშობლებსაც შეახო, არა და სინდისის პატიმრები მშობლები არიან ხელშეუხებლები და ასეთი რამ რაც მოხდა აქ ხომ რუსეთში, ირანში და მსგავს ქვეყნებში ხდება. მხოლოდ ალბათ